ბრუკლინმა ყველიანი მაკარონის გასაკეთებლად 3 ფუნტი მაკარონი და 12 უნცია ყველი შეიძინა. რისი ტოლია მაკარონის და ყველის ჯამური წონა. მოცემული გვაქვს ფუნტი და უნცია. მოდი ავდგეთ და ფუნტები გადავიყვანოთ უნციებში. ეგ გვეუბნებია, რომ 1 ფუნტი არის 16 უნცია. ახლა, თუ 1 ფუნტია 16 უნცია, მაშინ 3-ჯერ მეტი ფუნტი ტოლი იქნება 3-ჯერ მეტი უნციის, ხო? ესე იგი 16-ჯერ 3 უნციის, რაც არის რამდენი? ეს არის 48. ესე იგი 48 უნცია. ანუ გამოდის, რომ 48 უნცია მაკარონი შეუძენია და 12 უნცია ყველი. სულ რამდენი იქნება ეს? სულ იქნება 48-ს დამატებული 12, რაც არის 60. ესე იგი გამოდის, რომ სულ 60 უნცია არის ჯამური წონა მაკარონის და ყველის. კარგი, მოდი კიდე გავაკეთოთ ერთი-ორი ესეთი. ესე იგი დავითი აგურებით კედელს აგებს, თითოეული აგური არის სიგრძეში 2/3 ფუტი და კედელში გვერდ-გვერდ 20 აგური მდებარეობს. ნუ 20 2 მოთავსებული. რისი ტოლი არის კედლის სიგრძე ინჩებში? მოდი ჯერ გავურკვევთ ერთი აგურის სიგრძე რა არის. ანუ თქვათ ეს თუ არის ჩემი აგური. ეს არის ჩემი აგური, სტოაზე. მეუბნებიან რომ აი ეს სიგრძე, ეგთან აქამდე სიგრძე არის 2/3 ფუტი. მოდი ავდგეთ და გავარკვევთ ეს რამდენი ინჩია. ნუ 1 ფუტი თუ არის 12 ინჩი, მაშინ 2/3 ფუტი, ანუ 2/3-ჯერ მეტი ფუტი იქნება, ანუ ეს რომ გავამრავლო ასე თქვა 2/3-ზე, ეს იქნება 12-ჯერ 2/3 ინჩი, ხო? ანუ 1 ფუტი არის 12 ინჩი, 2/3 ფუტი იქნება 12-ჯერ 2/3 ინჩი. ახლა 12-ჯერ 2/3 რას უდრის? ეს არის 24 შეფარდებული 3-თან, რაც არის 8. ესე იგი გამოდის, რომ სიგრძე ამისი არის 8 ინჩი. მაგრამ არ დაგვიმთავრებია ამოცანა, იმიტომ რომ გვაინტერესებს კედლის სიგრძე რა არის ინჩებშიო. 20 აგურია კედელში და თითოს სიგრძე არის 8, ამიტომ 8 გამრავლებული 20-ზე იქნება 160. ესე იგი, გამოდის, რომ 160 ინჩი არის კედლის სიგრძე. მოდი ერთიც გავაკეთოთ. ბლანკამ 2 გალონი მწვანე საღებავი იყიდა, მან 5 კვარტი სახლის შესასვლელის შესაღებად გამოიყენა და 9 კვარტი საქანელას შესაღებად. რამდენი გალონი მწვანე საღებავი დარჩებოდა ბლანკას? 1 გალონი არის 4 კვარტი, მაშინ 2 გალონი, ანუ 2-ჯერ მეტი გალონი, იქნება 2-ჯერ მეტი კვარტი, ანუ 8 კვარტი. ესე იგი, მას ჰქონდა 8 კვარტი და შემდეგ ამას გამოვაკლო 5 კვარტი და ამას კიდევ გამოვაკლო 9 კვარტი. ამიტომ 5 რომ გამოვაკლო დარჩებოდა 3 და 3-ს კიდევ გამოვაკლო 9 და დარჩებოდა 2.5. ესე იგი 2.5 კვარტი მწვანე საღებავი დარჩებოდა საბოლოოდ მას.